გამარჯობა, როგორ ხარ? მე ეკა ვარ 45 წლის და წონაში ვიკლებ. კი, უკვე 8 კილო მაქვს დაკლებული, ეს ზუსტად რაც ვიცი, მაგრამ დღეს შარვალი მაცვია და ისეთი გადიდებული მაქვს, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. და ყველაზე კარგი იცი რა არის და ყველაზე ძალიან მაგარი დიეტაზე არა ვარ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს კი. დიეტაზე არ ვარ. აი ესეთი კარგი შეგრძნება არასოდეს არ მქონია, რომ ყველაფერი რომ ეჭმება. ყველაფერი. ტვინი ისეთი დასვენებულია, ტორტები ეჭმება, შოკოლადები ეჭმება, ყველაფერი ეჭმება. ხინკალი, ხაჭაპური, ჩვენი ქართული კერძები. რა ჯობია მაგას. და ამას ძალიან დიდი ხანი მოვუდი, რომ აქამდე მივსულიყავი. იცი რა კარგი ყოფილა ის, რომ მართვას იწყებ, ტვინის მართვას, რა უნდა მიირთვა და რა არა. და როგორ უნდა აკონტროლო თავი. ალბათ ესე იგი, მაინც ესე უნდა დავცემულიყავი, რომ ესე დამეწყო ფიქრი, ადრე რომ მეუბნებოდნენ, რომ პური უნდა მიირთვა, ოღონდ 2 ნაჭერი არ მესმოდა, არ შემიძლია, მეოთხარი კაცი როგორ შემიძლია, მე 2 ნაჭერი პური ვჭამო, მე როცა პურს ჭამეთ კი 1 მთლიანი პური უნდა ვჭამო. მაგრამ ეხლა მართავ და ეს ძალიან მაგარია. გუშინ წინ ვიყავე არაჩვეულებრივ ქართულ ოჯახში. ქართულ სუფრაზე, უამრავი ქართული კერძით და მე ხაჭაპური არ მივირთვი, მე ლობიანი არ მივირთვი, იმიტომ რომ წვათები უნდა მიმერთვა და მივირთვი კიდეც, იმიტომ რომ ველოდებოდი, რომ ჩვენს მეგობარს უგემრიელესი ტორტი უნდა მოეტანა და ის უნდა მიმერთვა და გავაკონტროლე, ესე იგი, გავაკონტროლე ის, რომ მე რისი დიდი რაოდენობა არ მიმეღო საკვების, რომ ჩემს ორგანიზმს კალორიების დეფიციტი, ჩემი ორგანიზმი კალორიების დეფიციტში ყოფილიყო. და ეს გამომდის და ძალიან მაგარია. მე დღესაც მივირთვი ხაჭაპურის 1 ნაჭერი. მთლიანი კი არ მჭამია, 1 ნაჭერი მივირთვი. და ეს ძალიან მაგარია. მე არც შემწვარი ქათამი მაქვს აკრძალული, არც შემწვარი კარტოფილი, არც ჩემი საყვარელი სნიკერსი. მივირთმევ იმ სნიკერსაც. მაგრამ იმ სნიკერს რომ მოვტრიალდებოდი და მე 1 პურს დავაყოლებდი, აღარ ვაყოლებ იმ 1 პურს. სნიკერს რომ მივირთმევ, 1 კვებას ვტოვებ. დღეში გამომდის ხან 3-ჯერ ვიკვებები, ხან 2-ჯერ. მაგრამ ვცდილობ, რომ კალორიების დეფიციტი შეგვქნა. ულუფები შევამცირო, მეტი სხვას არაფერს არ ვაკეთებ. და დასვენებული ვარ იმაზე ფიქრით, რომ მე არ მჭირდება აკრძალვები. იცით რა კარგი შეგრძნებაა, რომ არ ფიქრობ, რა უნდა მიირთვა. მე ახლა არ ვიმზადებ, არ გავქცეულ ვარ, არც სასწორი მიყედია და არც ავოკადო. არა. და წყალსაც არ ვსვავდი თავიდან. წყლის დალევა 20 დღის მერე დავიწყე და დღეს 91 დღეა, რაც ესე ვცხოვრობ და უფრო და უფრო ენერგია მემატება. ადრე კიდე ეს ენერგია მეცლებოდა, თავიდან ძალიან ენერგიული ვიყავი, ყველაფერი აკრძალული მქონდა, ვერაფერს ვერ მივირთმევდი, არა და ჩემი ტორტები და ჩემი შოკოლადები მეძახდნენ, ეკუნა მოდი აქა და შევჭამებ, მაგრამ ვერა. 6 თვე ვძლებდი. 6 თვის განმავლობაში ვიკლებდი 30 კილოგრამს. მაგრამ მე 6 თვის მერე მიბნელდებოდა თვალს და ყველაფერს ერთიანად მივირთმევდი. ეს არის ჩვენი პრობლემა. მე ამას გირჩევ. მე ამ მეთოდით დავმიუდექი დღევანდელ ჩემი ცხოვრების სტილის შეცვლას. 91 დღის წინ ავდექი და ულუფები შევამცირე. ავდექი და გარეთ გავედი. ავდექი და სიარული დავიწყე.
მცირედი ვარჯიშებით, მცირედი სიარულით, ეტაპობრივად ყველაფერს ვდი და ეტაპობრივად ვიზრდები და ამ ეტაპობრივად კიდე ამ ეტაპებშიც კიდე ვხდები და მინდა რომ შენც ესე გააკეთო. და გამომკვე, უყურო ჩემს ვიდეოებს და ჩემთან ერთად შეძლო ახალი ცხოვრების დაწყება და შენი ისტორიის შექმნა.